გამარჯობა, ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. დაზიანებული ცენტრალური საავტომობილო გზა სოფელ ბუშეთსა და ვანთაში. რა პრობლემებზე ჩივის მოსახლეობა და როდის აპირებს ხელისუფლება საკითხის მოგვარებას? ტროტუარამდე გადმოდიან მანქანების ისეთი ცუდი გზა არის, რომ შეიძლება ვიღაცას დაეჯახოს. კახეთში ივრის ნაპირზე აღმოჩენილ ანტიკური ხანის ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროფესია, ჩემი აზრით, პროფესიებს შორის. ჟურნალისტები საკუთარი პროფესიის როლსა და სირთულეებზე და პროფესიული დღესასწაულის დაწესების მიზანი. რატომ აღინიშნება 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე? ყველა ეპოქას ახლავს ინდივიდების გმირობები, პატარ-პატარა გმირობები, პროფესიული გმირობები და მე ამგვარი ტიპის გმირობებს დღესაც ბევრს ვხედავ, ნამდვილად ქართულ ჟურნალისტიკაში. დაუნის სინდრომი საერთაშორისო დღეს თელავით შეუერთდა. კარგეთი ყავით და მალე ვნახავთ. ხაპრათ აგვობანა, როგორც ჩაიარა პრემიერამ ვასო გოძიაშვილის სახელობის ველის თეატრში. ძალიან კომიკური პერსონაჟებით არის წარმოდგენილი, საინტერესოა, მხიარულია ძალიან. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახვა ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურებთ სიუქნეთზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. დაზიანებული ცენტრალური საავტომობილო გზა სოფელ ბუშეთსა და ვანთაში თელავი გურჯაანთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი უხვინ ალექისა და ძლიერი ყინვების დროს დაზიანდა და მას შემდეგ მძღოლებს გადაადგილება უჭირთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცენტრალურ გზაზე იმდენი ორმო გაჩნდა, რომ ავტომანქანებს ფაქტობრივად სავალი ნაწილიდან გადასვლა უწევთ, რაც საავარიო სიტუაციებს ქმნის და ქვეითად მოსიარულეებსაც საფრთხეს უქმნის. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას და გზის სასწრაფო რეაბილიტაციას თხოვს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ ეტაპზე სამუშაოები თელავი გომბორის მაგისტრალზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც გზის რეაბილიტაცია ბუშეთსა და ვანთაშიც დაიწყება. ძალიან ცუდად არის გზა აგენაცვალი. გადმოდიან აქეთ ტროტუარამდე გადმოდიან მანქანები და შეიძლება ავარია შეიქმნას და ვიღაცა დაიღუპოს. ყინვამ გააფუჭა აქ ქუჩა, ამოთხრილი ასფალტი და ამას შეკეთება უნდა აუცილებლად. მანქანებსაც რო აჩერებენ იქ გარეთ, რომ მანქანებს აჩერებენ, ისიც საშიშია, რომ ისეთი ცუდი გზა არის, რომ შეიძლება ვიღაცას დაეჯახოს. და გვინდა რომ გააკეთონ. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 48 თეთრი ღირდა, თუმცა გურჯაანის სავალუტო ჯიხურებში მისი შეძენა უფრო იაფად იყო შესაძლებელი. დღეს 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 46 თეთრი ღირდა. კახეთში ივრის ნაპირზე აღმოჩენილ ანტიკური ხანის ნაქალაქარს, სადაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განისაზღვრა ძეგლის საზღვრებით ანტიკური ხანის ნაქალაქარი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა იანვარში დააფიქსირა. ობიექტი ამჟამად 2,5 ჰექტარზეა, თუმცა შესწავლის შემდეგ მისი ფართობის მოცულობა შეიცვალოს. ზედაპირული დათვალიერების შედეგად შეიმჩნევა ძლიერი ხანძრის კვალიც. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ობიექტზე კვლევის დაწყებას 2017 წლიდან გეგმავს. მასში მონაწილეობას საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუტებიც მიიღებენ. დღეს 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. რეგიონის მედიას პროფესიული დღესასწაული კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მიულოცეს. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტის პროფესიის სირთულესა და მნიშვნელობაზე. ვერაიაშვილი განაგრძობს თემას. ობიექტურობა, სამართლიანობა, სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება. დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა. პროფესიის, რომელიც ყველა ამ ღირებულებას აერთიანებს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გუბერნატორთან ერთად ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემაც მიულოცა. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისუფალი სიტყვის არსებობა ზოგადად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის განვითარებისათვის და ამავდროულად
ქონოდა გარკვეული ასთა გასვლა გამოცვლა იმ საკითხებზე და იმ ვითარებებზე, რაც ორმხრივ ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ასე რომ ვილოცავ არა მარტო კახეთში მოღვაწე, არამედ მთლიანად საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს ჟურნალისტიკის დღეს. დღეს მოგვეცა საშუალება ბატონი ირაკლის ინიციატივა იყო ეს და სიხარულით შევუერთდი, რათა ჩვენ ადგილობრივი რეგიონული მედიის წარმომადგენლები შეგვეკრიბა და ესეთ უშუალო გარემოში არა მხოლოდ მიგველოცა, არამედ გვესაუბრა. რასაც ვფიქრობ ჟურნალისტიკაზე, ეს არის ის პროფესია და ის სექტორი, რომელთანაც აუცილებლად მჭიდროდ უნდა თანაშაურობდეს ხელისუფლება, ასევე ჟურნალისტიკა ხელისუფლებასთან, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძველი. ჟურნალისტებმა შეხვედრაზე საკუთარი პროფესიის სირთულეებზე, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებისთვის მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პირველ რიგში მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე ყველა ჟურნალისტს, ყველა ჩვენ კოლეგას უსურვო წარმატებები, პროფესიული წინსვლა და მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ყოველი დღე არის ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის შემოქმედებითი სამუშაო, თუმცა დღევანდელი დღე მაინც განსაკუთრებულია. ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროფესია, ჩემი აზრით, პროფესიებს შორის, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა ერთი მხრივ ექიმის როლსაც კი ასრულებს საზოგადოებისთვის და თუ ჭეშმარიტად ჟურნალისტიკა და კარგი გაგებით, რასაც ქვია ჟურნალისტიკა, ეთიკური, პროფესიული, ხარისხიანი ჟურნალისტიკა ექნება ჩვენ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკლები პრობლემა გვექნება, უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას. მრავალი წელია ჟურნალისტიკაში ვარ, მათ შორის კახეთის რეგიონში მუშაობ და მე წინა ხელისუფლების დროს არ მახსოვს ასეთი შეხვედრები, როცა რეგიონის პირველი პირები ამ დონის ყველა რაიონის ჟურნალისტს ერთად ხვდებოდეს და ულოცავდეს პროფესიულ დღეს. ეს ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო და მე მინდა მათ დავუფასოთ ეს ყურადღება გამოჩენილი, რომელიც წელიწადში ერთხელ პროფესიულ დღე მიულოცონ რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებს, რომელიც დედაქალაქის ჟურნალისტებისგან განსხვავებით საკმაოდ რთულ ვითარებაში და სპეციფიურ გარემოში უხდებათ მუშაობა. თუ როგორი უნდა იყოს ქართული ჟურნალისტიკა, რა გამოწვევების და სირთულების გავლა უწევს ჟურნალისტს. ქართული ჟურნალისტიკის დღეს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილიც ეხმიანება. ყველა ეპოქას ახლავს ინდივიდების გმირობები, პატარ-პატარა გმირობები, პროფესიული გმირობები და მე ამგვარი ტიპის გმირობებს დღესაც ბევრს ვხედავ, ნამდვილად ქართულ ჟურნალისტიკაში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ეს პროფესიული დღეები და მათი აღნიშვნები, მაინც სიამოვნებით მინდა მივულოცო ყველა განსაკუთრებით ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიების ჟურნალისტებს, რომლებიც პატარ-პატარა თავის ლოკალურ გმირობებს ჩადიან ყოველდღიურად რეგიონებში. ჟურნალისტიკის დღეს ჟურნალისტთა ფედერაციის ინიციატივით 24 წლის წინ დაარსდა. თარიღი კი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად საქართველოს გაზეთი, შემდეგ კი ქართული გაზეთი ეწოდებოდა. რადგან არსებობდა საერთაშორისო ჟურნალისტიკის დღე, მე ჩავთვალე საჭირო და ჩვენმა მაშინდელმა შემადგენლობამ ჟურნალისტთა ფედერაციის, რომ აღიარებინა ქართული ჟურნალისტიკის დღე. მე უსურვებ პირველ რიგში პროფესიონალის და ობიექტურობას. სხვა აქ არაფერია ჟურნალისტიკა, პროფესიონალიზმი და ობიექტურობა. ეს ორი რამ არის ჟურნალისტიკის განყოფილი უპირველესი მოთხოვნა და ფუნქცია. ტელეკომპანია გურჯაანი ულოცავს ყველა ჟურნალისტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს თელავით შეუერთდა. საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის პარალელში საინფორმაციო სახის კამპანია მოაწყო, რომლის მიზანით საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრებაა. წელს 21 მარტის სლოგანია ჩემი ხმა საზოგადოებაში დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. მათ ნაცვლად 46 ქრომოსომისა აქვს დამატებით 1 ქრომოსომა 21 წყვილში. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს დააწესა. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ უთვალავი წინდის ტრადიცია დაამკვიდრა, რაც სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.
შევხვდით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლებს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ასევე ქონდა პატარა პერფორმანსი, რომელიც თბილისის დამოწეულმა სტუმრებმა შეგვისრულეს და დღე დასრულდა იმით, რომ შევხვდით ადგილობრივი ყვარლის გურჯაანის და თელავის მედიის წარმოადგენლებთან და ასევე გამგეობის წარმოადგენლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საზოგადოებასთან კომუნიკაციის კომპონენტზე და მათთან ერთად გავიარეთ თემები, რომლებიც ეხებოდა 21 მარტს წლევანდელ მესიჯს, რომელიც არის ჩემი ხმა საზოგადოებაში. ჩვენ ძალიან ხშირად ვაქვეყნებთ რაღაც გარკვეული ტიპის ნიუსებს, სტატიებს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად დღეს რაც განიხილეს, ეს არის ფრაზეოლოგია და ტერმინოლოგია, როგორ შეიძლება დავწეროთ რაღაც ტექსტი ამ მიმართულებით. თავისუფალი გაკვეთილების პროექტში მონაწილეობის სურვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 12-მა საჯარო სკოლამ გამოთქვა. საკონკურსო განაცხადების წარდგენისვა და დღეს ამოიწურა რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სკოლებმა თითქმის ყველა მიმართულება აირჩიეს. განცხადებები თვის ბოლომდე განიხილება და გამარჯვების შემთხვევაში საჯარო სკოლები 3000 ლარიან გრანტს მიიღებენ. პროექტის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციას ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას. თავისუფალი გაკვეთილები საჯარო სკოლებში 4 მიმართულებით ჩატარდება. თვის ბოლომდე მოხდება განხილვა აი ამ პროექტებისა და იმ შემთხვევაში თუ კი სწორად იქნება ჩვენ მიერ სკოლების მიერ უფრო სწორად გაწერილი მიზნები, ის შედეგები, რა შედეგზეც უნდა გავიდეს სკოლა ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში და განაცხადი სწორად იქნება შევსებული, მიიღებს სკოლა გრანტს 3000 ლარის ფარგლებში და უკვე დაიწყება აპრილიდან უკვე მოქმედებას დაიწყებს აი ეს პროექტი. პრემიერა ვასოგოძიაშვილის სახელობის ველის ციხის თეატრში. რეჟისორმა ომარ კაკაბაძემ მოყვარული მსახიობების მონაწილეობით მიხეილ მოსულიშვილის ახალი სპექტაკლი ხაპრად აგვობანა დადგა. რეჟისორსა და მსახიობებს იმედი აქვთ, რომ 130 წლიანი ისტორიის მქონე ველის ციხის თეატრი ტრადიციას დაებრუნებს და აქ სპექტაკლები უფრო ხშირად გაიმართება. სპექტაკლის პრემიერა და შთაბეჭდილებები ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში. ველის ციხის თეატრის წინ უჩვეულო აფიშა გამოიკრა. აქაურები არა რიგით კონცერტზე, არამედ სპექტაკლზე დაპატიჟეს. ეს სოფლისთვის სასიხარულო მოვლენა იყო, რადგან ველის ციხელები წარმოდგენებით განებიურებულები არ არიან. რეჟისორმა ომარ კაკაბაძემ ველის ციხელი მაყურებლისთვის დრამატურგ მიხეილ მოსულიშვილის ახალი სპექტაკლი ხაპრად აგვობანა შეარჩია. მაშინ მონაწილეობა კი მოყვარულმა მსახიობებმა მიიღეს. თეატრის გამოცოცხლების მიზნით სოფლის აქტიურმა ახალგაზრდებმა სპექტაკლი ენთუზიაზმით დადგეს. ერთ-ერთი მონაწილე გურჯაანის საკრებულოში ველის ციხის დეპუტატი ნათია გიორგაძე იყო. ვახში გოგლიკოს. კარგად იყავით და მალე გნახავთ. მე რა ვიცოდი თუ წადიდანი. ეს ჩემი მესამე როლია, ამჯერად ესეთი ალეგორიული სცენარი გვაქვს, მე გახლავართ თაგვი. ნუ ქალის ალეგორიულად ოღონდ თაგვი ვარ. ჩვენ ყველანი ვართ მოყვარულები. მე პირადად პროფესიით ექიმი ვარ, პლუს დეპუტატი და სამოყვარულო დასის მსახიობი ვარ. ასევე ჩვენი ყველა მსახიობები არიან მოყვარულები და ყველას პარალელურად აქვს სხვა სამსახურები. ეს არის დრამატურგ მიხეილ მოსულიშვილის ახალი პიესა, რომელიც არის საქართველოს უახლოესი წარსულიდან. და ეს ძირითადად არის პოლიტიკური თამაშებს ეხება, შინაარსობრივად რომ ვთქვათ არის ნამდვილი დრამა და კოშმარიც კი, მაგრამ ძალიან კომიკური პერსონაჟებით არის წარმოდგენილი, საინტერესოა, მხიარულია ძალიან, ბევრს იცინებენ აქ, მაგრამ ალბათ რო გავდნენ კარგად დაფიქრდებიან მე რა ხდებოდა. დრამატურგმა მიხეილ მოსულიშვილმა ტრაგიკომედია 2000 წელს დაწერა და იმიტირებული ქრონიკა გამოიყენა. ის სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აცნობდა, რომ თითქოს და რუსეთმა საქართველოს სრული ანექსია დაიწყო. პიესაშიც იგივე მოდელირებული ქრონიკაა. ხელმძღვანელს ხაპრა ხოჭოთი დასნებოვნებული ხორბალი შემოაქვს, რათა გაიგონ, როგორ მოიქცევა წისკულ კომბინატის ხელმძღვანელობა. ამას თამაშად აღიქვამენ სამინისტროში და სულ არ ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა ზიანს მიაყენებენ. თუ არა. რეჟისორის შეფასებით მაყურებელთან მთავარი სათქმელი მიიტანა. ამ სპექტაკლის მაყურებლისთვის მინდა შევახსენო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის ისეთი პერიოდები, რომ შემოსული
და უცხოელი ადამიანები დაპყრობა უნდათ ტერიტორიისა და დაპყრობა უნდათ სხვადასხვა წარმოება დაწესებულებებისა და ამიტომ ჩვენი ხალხი ძირითადად უფრო რჩება ყველაფრის გარეშე, რიგარეშე. სპექტაკლი ზოგადად ადამიანის განვითარებას ყველანაირად უწყობს ხელს და მოხარული ვარ, რომ ესეთი სპექტაკლები ტარდება მithumetes ველის ციხეში სოფელისთვის ძალიან დადებითად უნდა იმოქმედოს. ძალიან მომეწონა სპექტაკლი, თეატრს ვისურვებ წარმატებას, კმაყოფილი ვარ და უფრო ხშირად თუ იქნება მსგავსი ღონისძიებები, მივესალმები და თეატრს ვისურვებ წარმატებას. ველისციხის თეატრი 130-ზე მეტი წლისაა. საბჭოთა კავშირის დროს კახეთში ერთადერთი სოფელი იყო, სადაც თეატრი ფუნქციონირებდა. აქტიური მაყურებელი კი წარმოდგენის სანახავად განსაკუთრებით ემზადებოდა. საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთი სოფელი იყო, რომელსაც სახელმწიფო თეატრი ჰქონდა და ეს იყო ველისციხე. თითქმის 20 წელიწადი სოფელში სახელმწიფო თეატრმა იარსება. ძალიან გულიმწყდება იმაზე, რომ ჩემს ბავშვობაში მახსოვს იმდენად სისხლში და ხორცი ქონდა ველისციხელ მაცხოვრებლებს გენეტიკურ კოდში ედოთ თეატრისადმი სიყვარული, რომ კომოდის ერთი უჯრა გამოყოფილი ქონდა ბებია ჩემს და მის ასაკა დედა ჩემის ასაკა ხალხს თეატრის დასაცმლისთვის. სპექტაკლი ზოგისთვის გასაგები იყო, ზოგისთვის გაუგებარი, ზოგის ინტერესი დააკმაყოფილა, ზოგის ვერა. მაყურებლის ნაწილისთვის კი კარგი სანახაობა აღმოჩნდა. რეჟისორის და მოყვარული მსახიობების მიზანია, რომ სოფლის თეატრს ტრადიცია დაუბრუნონ. ამ სპექტაკლის შემდეგ იქნებ ბევრ სურვილი და ინტერესიც გაუჩნდეს, რომ წარმოდგენებს დიდ თეატრებშიც დაესწროს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კახეთში 25 მარტამდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაიკლებს და დღისით +10-12, ხოლო ღამით -2 გრადუსი იქნება. მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით გუშინ რამდენიმე რეგიონში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. მათივე ინფორმაციით დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დრო გამოშვებით 17-22 მეტრ წამში იქნება. კახეთში ხვალ უკვე მოიმატებს ტემპერატურა, სადღაც 10-12 გრადუსის ფარგლებში იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა და ღამით 0+2 და შეიძლება -2-მდე, -3-მდე იყოს ხვალ. ანუ ამაღამ ხვალაც და ზეგაც. ასე უარყოფითი ტემპერატურა შესაძლებელია დაფიქსირდეს კახეთში. კვირის ბოლომდე რა დრო გამოშვებით დალექიანი ამინდია. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს. გილოცავთ ახალ წელს. სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამის მუბარეკ ოსუნ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთ ოჯახში ერთად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს, ჩვენ საქართველოს, ჩვენ გვერდში უდგავართ ერთმანეთს, ჭირსა და ლხინში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები კიდევ უფრო ხელი-ხელ ჩაკიდებული ააშენებენ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ლევონ ალთუნიანს შეხვდა. კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრები 2 დღის განმავლობაში გაეცნობიან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, სამედიცინო რეგულირებისა და ფარმაცევტულ საკითხებს. ეს დაიწყო სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ლევონ ალტუნიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ჩვენ მქონდა დღეს ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ჯანდაცვის სისტემებს ისედაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ინფექციების გავრცელების მხრივ, საზღვრების ინფექციების კონტროლის მხრივ. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მოგცემს ახალ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ თანამშრომლობის ახალი სფეროები მოინიშნოს და დაიგეგმოს. მას ექნება დღეს რამოდენიმე ჩვენს სამყაროს
ეკონომიკაში ვიზიტი და ვფიქრობ, რომ ჯამში ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი თანამშრომლობის, ჯანდაცვის თანამშრომლობის გასაფართოებლად. ჩვენი ვიზიტის მიზანია გავიზიაროთ ქართველი კოლეგების გამოცდილება საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით და მისი ამოქმედების შემდგომ პერიოდში. საქართველო ამ მხრივ რეგიონში ნოვატორია. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს მოქალაქეების სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას და თანხების ეფექტურად განკარგვას. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სამედიცინო განათლების საკითხებზე და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორდ-კიფანიძე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფისა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებაჩორისი საბჭოს თანამშრომლობით ტარდება. პომპიდუს ჯგუფმა გააკეთა, შეისწავლა, გაანალიზა ნარკოტიკების სფეროში უწყებაჩორისი საბჭოს მიერ მომზადებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი. ეს ძალისხმევა, რაც შეეხება მთლიანობაში კარგად ეხმიანება იმ პრინციპს, რომელიც დაადასტურა გაერო სპეციალურმა ასამბლეამ 2016 წლის აპრილში და რაც გულისხმობს ნარკოდამოკიდებულებისადმი, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ბალანსირებული ყოვლის მომცველი და ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომის გამოყენება. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ნატოში საქართველოს მისიას ეწვია. გიორგი მღებრიშვილმა კაპიტან ლეიტენანტი პაპუნა დავითაია დააჯილდობა. დიდი პატივია ჩვენს მოსაზღვრეებს მიულოცო პროფესიული დღე. საზღვრის დაცვის გაძლიერება ჩვენი ხელისუფლების ჩვენი მთავრობის თავარი პრიორიტეტია. ეს ადამიანები იცავენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას, ეს ადამიანები იცავენ სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისას, ეს ადამიანები მკაცრ კლიმატურ პირობებში ნებისმიერ დროს დგანან სადარაჯოზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა, ვლოცავ თითოეულ მათგანს, მეუსურვებ მათ გაძლიერებას, ხნეობას. სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს სწორედ აქ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ვხვდებით. აქედან მინდა მიულოცო ჩვენს მოსაზღვრეებს პროფესიული დღე. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ეს მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ სახელმწიფო საზღვრის დაცულობა ქვეყნისთვის მშვიდობის და სტაბილურობის მომტანია. ჩვენს მოსაზღვრეებს კი მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ თავდადებული და ერთგული საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. მოხარული ვარ, რომ ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში ჩემი აქტივობა ასე დადებითად იქნა შეფასებული. დიდი მადლობა მინდა გადავხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას ამ საპატიო ჯილდოსათვის, აქვე ვისარგებლე შემთხვევით და მიულოცავ თითოეულ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს პროფესიულ დღეს. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის რუსეთთან კავშირზე გამოძიებას აწარმოებს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთს სურდა დახმარების გაწევა დონალდ ტრამპისთვის და ზიანის მიყენება მისი კონკურენტისთვის ჰილარი კლინტონისთვის. შავ ზღვაში ნატოსა და უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ BBC უწყება. სწავლებაში მონაწილეობს ნატოს 4 ხომალდი. პოლონეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით სამხედროები შეისწავლიან ტაქტიკურ მანევრებს, რადიოკავშირის ნაღმების მოძიებასა და მათ განადგურებას. რუსეთს თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ, რომელიც ყირიმში საბრძოლო სროლებს ითვალისწინებს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც All News-მა და Zooklub-მა გაავრცელა. ჩინეთში მისტიკური სამარხი აღმოაჩინეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაკრძალვის ადგილს მიაგნეს, რომელიც ხანის დინასტიის პერიოდს განეკუთვნება, ანუ სავარაუდოდ ძველ წელთაღრიცხვით 202.
ახალი წელთაღრიცხვით 220 წლებით თარიღდება. ვინ შეიძლება იყოს აქ დაკრძალული ამ დრომდე უცნობი რჩება. არქეოლოგები ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად აქტიურად მუშაობენ. სამარხი 30 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიგანისაა. ადგილობრივების თქმით, ეს ნამდვილად საოცარი ადგილია, რომლის მსგავსი მათ ჯერ არ უნახავთ. National Geographic-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია დედამიწის ბინადარი, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და იდუმალი მტაცებელი მარმარილოსებრი კატა. ეს ულამაზესი ცხოველის სახეობა აზიაში ბინადრობს და მისი რაოდენობა ძალიან მცირეა. მარმარილოსებრი კატის შესახებ სპეციალისტებმა ცოტა რამ იციან. იშვიათი მტაცებლის კადრები შემთხვევით გადაიღო ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში არსებულ ნაციონალურ ნაკრძალში დამონტაჟებულმა კამერამახემ. გამოჩების დასასრულს დღის სხვა ამბები. ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღეს. The New York Times-მა კი ისინი იმ 9 ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის ჩემი ბედნიერი ოჯახი გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ Netflix-მა იყიდა, ხოლო Sundance-ის კინოფესტივალზე ის წლის აღმოჩენად დაასახელეს. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან ოფიციალური და ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმერ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე საწვრთნელ ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მომდევნო 2 დღის მანძილზე ეროვნული ნაკრები ვარჯიშს გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ჩვენი მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრები იქნება. 28 მარტს კი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა, კარგად ბრძანდებოდეთ.